ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 9 წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე დააკავეს და მათ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებითაც იმსჯელა მოსამართლემ და ისინი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. რაც შეეხება მოქმედებას და დანაშაულს, რომელიც 9 პირმა ჩაიდინა, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ჯგუფის წევრებმა მოტყუებით მიტოვებულ შენობაში ერთ-ერთი მეტროსადგურის უკანა ტერიტორიაზე მიიყვანეს, მუხლებზე დააჩოქეს, აწამეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე მიაყენეს უმძიმესი დაზიანებები და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ისინი აიძულებდნენ, რომ მათი ლიდერისთვის არასრულწლოვანს ბოდიში მოეხადა, ამავდროულად გადაიღეს ვიდეო კადრები და ეს სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს. უმძიმეს მდგომარეობაში არის ამ დრომდე არასრულწლოვანი, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ირკვევა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დანაშაული, სადაც მონაწილეობას იღებდა 9 პირი, მათ შორის რამდენიმე არის არასრულწლოვანი, ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ეგრეთ წოდებული ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით, ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ეგრეთ წოდებული ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. სამართალდამცავებმა ეგრეთ წოდებული დაჯგუფების ლიდერი და დანაშაულში მონაწილე 8 პირი დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად წინასწარი შეცნობით არასწლოვანი პირის დამცირება არაადამიანურ პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელი სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებმა ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანზე, რომლემაც დანის გამოყენებით სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა დაზიანება, რის შემდეგაც ღირსების შემლახველი ინფორმაცია მობილური ტელეფონით გადაიღეს. მომხდარის შესახებ შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცავებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, რის შემდეგაც ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედებები და 9 პირი იქნა დაკავებული. ირკვევა, რომ ჯგუფის წევრები დანებით და პისტოლეტებით ემუქრებოდნენ არასრულწლოვანს, ამ ყველაფერს წინ უძღოდა წარსულში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, ამ დრომდე არასრულწლოვანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება. ჩვენ ვესაუბრეთ მის უფლებადამცველს, ადვოკატი განმარტავს, რომ არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მას ასევე აქვს ემოციური შოკი და ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ დამნაშავეების ჯგუფი უმკაცრესად დაისაჯა. თავში ამ უძიმეს ფაქტის შემდეგ იმყოფებოდა სამავთყოფოში, აგრძელებს მკურნალობას და ასევე მისი ფსიქოემოციური ფონიდან გამომდინარე არის ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. რა თქმა უნდა, ოჯახის პოზიცია კატეგორიულად მკაცრია და ელოდება სახელმწიფოდან ძალიან სწრაფ რეაგირებას. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 9 წევრი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გადაიყვანეს სასამართლოზე. მოსამართლემ ისინი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 მათგანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.